მოგესალმებით, გამარჯობა. ვიწყებთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მორიგ სხდომას. სხდომაზე გვაქვს ორი საკითხი. კვორუმი გვაქვს. დღის წესრიგთან შენიშვნები, დამატებები ხო რა გაქვთ კომიტეტის წევრებს? კარგით, გთხოვთ დავამტკიცოთ ხელოვნური დღის წესრიგი. დიდი მადლობა. მაშინ გადავდივართ საკითხების განხილვაზე. პირველი საკითხი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა. ინიციატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, მოხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონო გიორგი კაკაურიძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. გისმენთ წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულებასთან დაკავშირებით. მე მოგახსენებთ ძირითად პარამეტრებს ბიუჯეტის და ეკონომიკური ძირითადი პარამეტრების შესახებ ინფორმაციას და შემდგომში თუ კითხვები იქნება, რა თქმა უნდა, მზად თქვენს კითხვებს უპასუხო. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტი დავგეგმეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე, თუმცა წლის პირველ 3 თვეში ეკონომიკური ზრდა იყო უფრო მაღალი, კერძოდ იანვარში შეადგინა 7.9%, თებერვალში 8.8%, ხოლო მარტში მესამე მაჩვენებელმა შეადგინა 10.7%, ჯამში საშუალო ეკონომიკური ზრდა, რაც გვაქვს პირველი კვარტლის მდგომარეობით არის 9.1%. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, თუმცა ამავდროულად არის ინფლაციის მიზნობთან შედარებით მაღალი მაჩვენებელი, მარტში დაფიქსირდა 4.3%, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ბოლო 12 თვის საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი 4.4% შეადგენს, ამაზე უკვე რეაგირება ჰქონდა ეროვნულ ბანკს, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიდან, განცხადებაც იყო, რომ შესაბამის ინსტრუმენტებს გამოიყენებს იმისათვის, რომ ინფლაცია დაუბრუნდეს მის მიზნობრივ მაჩვენებელს. რაც შეეხება საგარეო სექტორს, დავიწყებ საქონლით ვაჭრობით, წლის პირველ 3 თვეში საქონლით ვაჭრობამ შეადგინა 5 მილიარდ 867 მილიონი დოლარი, აქედან ექსპორტი იყო 1.723 მილიონი დოლარი, რაც დაახლოებით 23.4%-ით მეტია, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი იყო 4.153 მილიონი დოლარი, დაახლოებით 7%-ით ნაკლები. მეორე მიმართულება არის ტურიზმი. ტურიზმიდან მოლოდინები ცოტა განსხვავებული იყო, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე იყო ფრენების შეზღუდვა, ამიტომ მოლოდინი იყო, რომ მნიშვნელოვნად შემცირდებოდა პირველ კვარტალში ტურისტების რაოდენობას და თვითონ ტურიზმიდან შემოსავლების, თუმცა ნახეთ, რომ როგორც კი აღდგა ფრენები, მაშინვე სრულად აღდგა ვიზიტების რაოდენობა, ჯამში არ შემცირებულა, მიზერული სხვაობა იყო 0.2% არის ვიზიტორთა რაოდენობა, თუმცა უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 4%-ით, 997,000 აჭარბებს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. აქ თუ შევხედავთ განაწილებას, გაზრდილია დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტები და მაინც გარკვეულმა შეფერხებამ ისრაელიდან 17%-იანი კლება გამოიწვია. თუმცა ჯამში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 0.5%-ით უფრო მეტი იყო და ჯამში 830 მილიონ დოლარამდე შეადგინა. წმინდა ფულადი გზავნილების ნაწილში 14.4% გვაქვს ზრდა, 800 მილიონ დოლარამდე, 718 მილიონი დოლარია გასულ წელთან წლის პირველ კვარტალში და ზრდა არის 14.4%. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის პარამეტრებს, შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში გადაჭრილობით არის შესრულებული 6.942 მილიონ ლარზე მივიღეთ პირველ 3 თვეში, აქეთ მათ შორის გადასახადები იყო ძირითადი, რა თქმა უნდა, და 6.329 მილიონ ლარს გადააჭრება საგადასახადო შემოსავლებმა, ამავდროულად 633 მილიონ ლარზე მეტი იქნა დაბრუნებული DGG-ის სახით გადამხდელებისთვის. გრანტებში 113 მილიონ ლარზე მივიღეთ და 99%-ამდეა შესრულების მაჩვენებელი, ხოლო სხვა შემოსავლებში ჯამში მივიღეთ 499 მილიონ ლარზე მეტი და 130%-ს აჭარბებს შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება პრივატიზაციას, ასევე ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში აქაც გადაჭრილებით გვაქვს 158%-ამდეა შესრულება, ჯამში 119.8 მილიონი ლარი მივიღეთ პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგად. რაც შეეხება ბიუჯეტის დეფიციტს და ვალს, აქ დეფიციტი მოგეხსენება ჩვენ დავგეგმეთ წლიურ ჭრილში 2.5%-ის დონეზე, თუმცა წლის პირველ კვარტალში გადაჭრილი შემოსავლების გათვალისწინებით დაახლოებით 0.25 მიასეთი გვაქვს დადებითი, ანუ პროფიციტული გვაქვს ამ შემთხვევაში.
შესაბამისად ვალის მაჩვენებელიც მდგრადია ჩვენ წლის ბოლოს ველოდებით დაახლოებით 33.5%-ს და პირველი კვარტლის ბოლოს მდგომარეობით მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გვაქვს 31.6%-ი ვალის მაჩვენებელი. რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილს, აქაც დავიწყებ შემოსავლებით და მოგახსენებთ, რომ არის გადაჭარბებით შესრულებული 5.982 მილიონი ლარი მივიღეთ შემოსავლების სახით, მათ შორის საგადასახადო შემოსავლები იყო 5.593 მილიონი ლარი, 100.5%-ია შესრულების მაჩვენებელი, გრანტები 114 მილიონ ლარზე მივიღეთ და 101.9%-ია, ხოლო სხვა შემოსავლები 274 მილიონი ლარი და 130%-ს აჭარბებს. პრივატიზაცია აქაც კარგად არის გადაჭარბებული, 65 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტის წილად უშუალოდ და არის 164%-მდე შესრულება. სესხების დაბრუნების ნაწილში 115%-ია შესრულების მაჩვენებელი, 75 მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება სახელმწიფო ვალის აღებისა და მისი დაფარვის მაჩვენებლებს, წლის პირველ 3 თვეში 210 მილიონი ლარის მოცულობით მივიღეთ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, 128 მილიონი ლარი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც პირველ კვარტალში მოხდა, ეს იყო ევროობლიგაციების, ახალი ევროობლიგაციების ემისია, რომელთაც მოხდა 2021 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირება. ჩვენ იანვარში 500 მილიონი დოლარის ახალი ევროობლიგაცია გამოუშვით, სადაც უკვე აშკარად ეტყობოდა ინვესტორთა განწყობა საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და იმ პარამეტრებზე, რაც იყო 5.5-ჯერ გადააჭარბა მოთხოვნამ ჩვენს მიერ გამოშვებულ თანხას და საბოლოო ჯამში კუპონი ამ ევროობლიგაციებზე განისაზღვრა 5.25%-ით, რაც თავიდანვე გაცხადდა ბანკების მიერ, რომ ჩართული იყო ამ პროცესში, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც კოვიდის მერე დაიწყო პოლიტიკის განაკვეთების და როგორც ცენტრალურმა ბანკმა ევროპის ასევე ფედერალურმა ბანკმა ესეთი დაბალი კუპონით არ გამოუშვია არც ერთ ჩვენი რეიტინგის მქონე არც ერთ ქვეყანას. რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებისა და ზოგადად ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვას, საგარეო ვალდებულებებზე წლის პირველ კვარტალში მიემართა 1.553 მილიონი ლარი, ხოლო საშინაო ვალდებულებების ნაწილში 409 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, მოგახსენებათ, რომ ჯამურად ჩვენ ბიუჯეტი დაგეგმილი გვაქვს 30.891 მილიონი ლარის ოდენობით. საკასრო შესრულება წლის პირველ კვარტალში გვქონდა 7.238 მილიონი ლარი. ჯამში ეს არის დაგეგმილი მაჩვენებლის 91.6%, ხოლო წლიური გეგმიური მაჩვენებლის 23.4%-ია. უწყებების მიხედვით შესრულება არის ნორმალური, ძირითადად არის საშუალო მაჩვენებელი არის გითხარით 91.6%, ნუ გადაჭარბებით აქვს შესრულებული ინფრასტრუქტურის სამინისტროს 451 მილიონ ლარზე მეტი იქნა ათვისებული და 7.5%-ია. ჯანდაცვის სამინისტროს შემთხვევაში, რომელიც თქვენი კომიტეტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უწყებას წარმოადგენს, ჯამური ათვისება არის 2.321 მილიონ ლარზე მეტი, 96%-მდეა შესრულების მაჩვენებელი, მათ შორის პროგრამების დონეზეც თუ შევხედავთ, სოციალური პროგრამების კუთხით ათვისებული გვაქვს 1.708 მილიონ ლარზე მეტი, დაახლოებით 99%-მდეა, ჯანდაცვის პროგრამების ნაწილში 98.5%-ია ათვისების მაჩვენებელი და 557 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის ნაწილში 392 მილიონ ლარზე მეტია ათვისებული და 100%-იანია შესრულების მაჩვენებელი. შედარებით დაბალი შესრულების მაჩვენებელია სამეცნიერო სისტემაში შემოვლი დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვის ნაწილში. აქ გამოცხადებულია ტენდერი როგორც სასწრაფო მანქანების, ასევე სხვა მიმართულებები, თუმცა ჯერ ეს პროცედურები არ დასრულებულია. მოგეხსენებათ, ეს არის ევროპის საინვესტიციო ბანკის პროცედურებით დაწყებული და ცოტა ხანგრძლივი უფრო პროცედურები, ვიდრე ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ეს კრედიტის ნაწილი 45 მილიონია, დი? 50 იყო ჯამში და ეს წელს უნდა ავითვისოთ ეს თანხა მთლიანად ეგრეა დაგეგმილი. ანუ მთლიანად ეს კრედიტი რაც დარჩენილია. სახელმწიფოშიც არის კიდე შეუსრულებლობა, თუ ვაკანტური სახელმწიფოში შეუსრულებლობას არ ვთვლით, რომ პრობლემურია ხოლმე ზოგადად. ხო და ვაკანტურის ხარჯზე. მათ შორის, მათ შორის კი. ფოლოგეთ ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება
განვითარების ხელშეწყობის ნაწილში 71%. ეს რომ ეკოძი ეს არის რეფერალური ის რო იყო რა ქვია ფონდი რო იყო თალკე რომელიც შეუერთდა და იქ არის და მადაც ეს ადმინისტრაციული ხარჯია წმინდა 01 კოდში რაც არის წმინდა ადმინისტრაციული ხარჯები და ნუ აქ ცოტა მეტი აქვს ხოლმე დაგეგმილი ატომღაც წესი და ნაკლები არის ათვისება რეალურად აჭირდებათ ის არის ეს არის ძირითადი პარამეტრები რა თქმა უნდა ახლა უკვე თქვენს კითხვებზე მზადვარ მადლობა ბატონო გიორგი ისმენთ ხელ ბატონო რიმა მოგესალმებით დიდი მადლობა ბატონო გიორგი ამ ანალიზისთვის ძალიან კარგია რომ ასეთი მაჩვენებლები გაგვაჩნია რაზეც თქვენ ისაუბრეთ არაერთ კომიტეტთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ჩვენს ნაწილში ერთი შეკითხვა მაქვს საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ნაწილში დასაქმების ხელშეწყობისა და მომსახურეობის მართვაში ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხი და უსაფრთხოების მართვაში კოდი 270302 და 10 რამდენიმე მათგანში ნულს უტოლდება უსაფრთხო სისხლი ამ ნაწილში და რატო არის ასეთი მაჩვენებელი, როცა ჩვენ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები გაგვაჩნია. და რა იწევს ამას კონკრეტულად და როგორ ფიქრობთ 27030210? სანამ ბატონი გიორგი გიპასუხებს, ბატონი, მან გადავადება მოვახდენეთ კანონის. ეს ჩვენი არსებული კანონმდებლობით, დიახ, დიახ და ალბათ ამის გამო რომ გადავავადეთ უსაფრთხო სისხლის კანონი. კი ბატონო. ალბათ ამიტომ ხო ბატონო გიორგი. კი ბატონო. უსაფრთხო სისხლი არის 27030204 1,301,000 ათვისებული და 75%-მდე ათვისების მაჩვენებელი და 10 სხვა პროგრამა ეს არის ჯანმრთელობის ხელშეწყობა რომელიც უსაფრთხო სისხლთან არ არის კავშირში და რა ვიცი რომ კი ბატონო ანუ უსაფრთხო სისხლში 04-ში არის უსაფრთხო სისხლში არის ერთი რომელიც კი ბატონო ეგ არისაც გადავადების ეფექტი დანარჩენი ათვისებაა 1,300,000 ათვისებული არის ისმენთ კიდე შეკითხვები? დიახ. მოგესალმებით. ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი 96% ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა 100%-იანი ათვისების მაჩვენებელი უფრო სოციალური კომპონენტიდან არის, ეს ალბათ სოციალური გასაცემელი, პენსიები და ასე შემდეგ. მაინტერესებს ერთ-ერთი პროგრამა, ეს არის 270603 იზოლებით გადაადგილებულ პირთა განსახლების სოციალური და საცხოვრებელი პირობების შექმნა. საკმაოდ დაბალია მაჩვენებელი, კი გასაგებია რომ პირველი კვარტალია, პირველი 3 თვე 34.1%. გასულ წელსაც, ასე ვთქვათ, წლიურ შეფასებაში იქაც საკმაოდ დაბალი იყო კონკრეტულად ამ პროგრამის ათვისების მაჩვენებელი და რაზეა ეს დამოკიდებული? ხომ არ საჭიროებს პროგრამა გადახედვას, ეს რაღაც არასწორი დაგეგმარება, ანუ რა ხდება ამ მიმართულებით? მადლობა. დიდი მადლობა. ნუ ეს არის მშენებლობის ნაწილი, რომელიც ხორციელდება მდევნო დასახლების მშენებლობა, მოგხსენებათ აქ რამდენიმე ობიექტის დასრულებაა დაგეგმილი მიმდინარე წლის ივნისში. პროცესი მიმდინარეობს, მე მოვიკითხო რომ ნახავთ რამდენად დროულად თავდება, თუმცა დაახლოებით 2 თვის წინაც მოვიკითხე მიდიოდა იმ ტემპით როგორც რომ წეს უნდა დამთავრებულიყო ივნისში, თუმცა კიდე ერთხელ მოვიკითხავ. ეს არის მშენებლობის ნაწილი, ძირითადად არის მაინც კონტრაქტორებზე დამოკიდებული იმ გრაფიკის დარღვევა, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება მოხდეს ხოლმე ხოლმე. გადავადება მოხდა შაშა წლის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო, ამიტომ ქონდა დაახლოებით 10 მილიონამდე ეკონომია გასულ წელს გახსოვთ ამაზე ვისაუბრეთ. ხო, ჩვენთვის არა, ეკონომია რა უთვისებელია, როცა ვერ შეასრულა კომპანიამ, ამიტომ იყო ეკონომია გასულ წელს, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ხო არ რჩება ეს თანხა ათვისების გარეშე, ანუ გადმოვიდა წელს, ამიტომ წელსაც კიდევ ერთხელ ნახავ, თუმცა რაც თუ რამე ეკონომია წარმოიქმნა აქ პირდაპირ იგივე მიმართულებით ახალი პროექტების დაწყება დაგეგმილი და თვითონ გადახედვა რაც ეკითხეთ, ანუ გადახედვის ნაწილში შეიძლება ფასები გადაიხედოს, ახალი რეგულაციები შემოვიდა სამშენებლოში და შესყიდვების ნაწილში და ისინი იქნება გამოყენებული, თუმცა პროცესი მაინც იგივე უნდა იყოს, რომ უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შესაბამისად კომპანიებმა, ვისაც ამის კვალიფიკაცია აქვს, უნდა უზრუნველყო გარანტიას ვერასდროს ვერ ვიტყვით, რომ ყველა გრაფიკში დაასრულებს, სამწუხაროდ ეს რეალობა არის.
ამ მიმართულებით თუ არ ვცდები, ხშირად არის ასეთი სხვაობები, იმიტომ რომ შესრულების ნაწილში შემდეგ საექსპერტო დასკვნა უნდა დაიდოს. შემდეგ ის შენიშვნები უნდა გასწორდეს, მერე კიდე დამატებით ექსპერტიზას, ამიტომ შეიძლება გაჭიანურდეს და სამაგიეროდ ალბათ ან მეორე ან მესამე კვარტალში გადანაწილდება ეს თანხა ჩვენ მაინც წლიურში მეორე კვარტალში უნდა იყოს დიდი ათვისება წესთან. ხო, რა თქმა უნდა. წლიურიდან გამომდინარე ვკითხულობ, იმიტომ რომ წლიურშიც დაბალი მაჩვენებელი იყო ათვისების. ხო, იმიტომ და რომ ხშირია ეს მუდმივად ხდება ეს, ანუ თუ კი ვერ მოახდინა გასაგებია რა პროცედურებიც ჩაბარება. არის, ტენდერი, ვთქვათ, იქ რაღაც მიღება ჩაბარება, იქ მონიტორინგი და ასე შემდეგ, ნუ ხარისხზე არ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ხშირად არის ეს პრობლემები და ასე შემდეგ და ასევე არის კიდევ ერთი პროგრამა. ძალიან მაღალი ხარისხის ბინები ჩაბარდა, მინდა გითხრათ, ეხლა რაც ჩაბარდა, ყველა არის ძალიან მაღალი ხარისხის. ეხლა ჩაგიგდებთ პირადად თქვენ ვიდეოს რა მოხდა ამ დღეებში წყალტუბოს ერთ-ერთ ჩასახლებაში, მთელი ბათქაში როგორ ჩამოვარდა. წყალტუბო ჩაბარებულა, ქუთაისში არა, ჩაბარდა, წყალტუბოში შარშან და რამდენიმე თბილისში წლის წინ ჩაბარდა. ჩაბარებულს და იგივე ჩაბარდა 10 წლის. ფალჭრელიძის ქუჩაზე შარშან ზაფხულში, გასულ წელს ჩაბარებულ სახლში რა მოხდა 10 მზიდი წლის წინ ჩაბარდა კედლის. არა, წყალტუბოს არ გულისხმობ, ეხლა საუბარია. ზონდეთ წყალტუბო მე. თუნდაც წყალტუბო, ანუ ჩამიგდეთ წყალტუბო და კი ბატონო, შეიძლება 5 წლის წინ ჩაბარებულ ბინას შეიძლება ესეთი კატასტროფული შედეგები მოყოს, არა. მე ვსაუბრობ ეხლა მეორე შემთხვევაში, თვალჭრელიძის ქუჩაზე ზაფხულში ჩაბარდა მზიდ კედელს, აქვს ბზარები, შემიძლია ეს ვიდეოც გაგიზიაროთ. თუმცა ეხლა ბიუჯეტზე ვსაუბრობთ. და ასევე არის 27.06, 38%-ია აქაც მაჩვენებელი. ზოგადად აი ამ კომპონენტში საკმაოდ დაბალია, 47.6%-ია. აი ვთქვათ, აი ამ იგივე ახსნა აქ ამ ყველაფერს 27.06 მიგრანტთა ხელშეწყობის 27.06-ის ძირითადი ნაწილი 50 ეს ჩაშლილია დანარჩენი. კი, არის ეს პროგრამა 52 მილიონი. ძირითადი შემადგენელი არის ის პროგრამა, რომელიც საკანტე. ანუ ვთქვათ, ანუ მხოლოდ ინფრასტრუქტურული პრობლემა არ არის, აქ არის კიდე სხვა სახის პრობლემა რა ხან. რომელზეც საუბრობთ, სხვა კომპონენტის მოგდა 18.000-ია მხოლოდ ათვისება. რომელს გულისხმობთ? აი, იგივე 27. სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების. ნუ ეს ხომ მოთხოვნაზეა დამოკიდებული, გვაქვს ჩადებული ფული, შესაბამისი ბენეფიციარებმა უნდა დააყენონ მოთხოვნა და ამ მოთხოვნის მიხედვით ხდება დახმარება ბენეფიციარს თუ ბენეფიციარს ანუ თუ წლების განმავლობაში ერთი და იგივე სახის პრობლემაა და შეგიძლიათ გადახედოთ და დაადაროთ გასული წლის ბიუჯეტი შეგიძლიათ დაადაროთ და ანუ ამას გულისხმობ დინამიკა როდესაც არ იცვლება თქვა პროგნოზირება არასწორი დაგეგმარება ხო არ არის თქვა ამას კითხვა არა არასწორი დაგეგმარებას ვერ დავარქვა ჩვენ ვითვალისწინებთ იმას თუ რა გვინდა რომ რამდენ მიგრანტს გვინდა რომ გაუკეთოთ შესაბამისი დახმარება თუ ეს მიგრანტების რაოდენობა არ იქნა დარჩება ეკონომია რომელიც მიმართება სხვანაირად მარტო ჩვენ ვსაუბრობთ ახლა წლებში კვარტალურ წრეში 300,000-იან პროგრამაზე და ნუ რა გითხრათ ახლა თუ იქნება მიგრანტების რაოდენობა შეიძლება იყოს ანგარიშის დროს თვის ანგარიშზე ვილაპარაკოთ და ნახოთ კონკრეტულ სამინისტროსთან ერთად რა პრობლემა შეიქმნა მიგრანტები არ იყო მოთხოვნა ამ პროგრამაზე თუ ასე შემდეგ თუ თქვენი სურვილია დავაკენოთ საკითხი ეს პროგრამა გავაუქმოთ და ვითხარით იდეა რომელი პროგრამით ჩავანაცვლოთ უფრო კარგი მე ამაზე არ ვსაუბრობ შესაძლოა უფრო მოქნილი გახდეს იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ეკომიგრანტი საქართველოს ეკომიგრანტი აბსოლუტურად კი ბატონო ყავს მიგრანტები პოტენციური და ნუ პოტენციური თუ არ ჩამოვიდა ადამიანები მაშინ რატო გეგმავთ ამ ხელთანხას რატოვდებთ იმიტომ რომ გქონდეს მზადყოფნა ბიუჯეტს რომ შესაბამისი ბენეფიციარები დავაფინანსოთ ეს არის ბიუჯეტის დაგეგმვა მივიღეთ თქვენი პასუხი წელსაც გამოყენებული იქნა ეს თანხა ტყიბულის რაიონში კიდევ დიახ მათ შორის იქაც ეკოლოგიური კატასტროფა იყო ხო იცით და გერიმალოვა ბატონო ერთი ჩვენს ფენელმაყურებას მიულოცა გუშინდელ დღესასწაულებს ყველა მიმართულები და რაც თავარია ახალი ეპოქის დაწყებას გაგრძელებას დიდი დაწყებული საქმის და უსმინეს და უნეტარეს შიო მესამეს მიულოცავ გამორჩევას ეხლა ასე შეკითხვა არა ეს არის რიტორიკასთან დაკავშირებით კონკრეტიზაციაც მოსახლეობას და მაყურებელს მიმართა ჯანდაცვის კომიტეტმა იფიქრა, რომ ეს საკითხი კარგია და ბიუჯეტში მხარი დაუჭირა იმ ციფრის გაჩენას, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ამ საკითხის მოგვარებას. ფინანსთა სამინისტროს სრულად გაიზიარა და ეს ციფრი გააჩინა. თანხა დევს. ათვისება არ არის. მე ვეხები იმ ტკივნეულს საკითხს, როგორც არის სკრინინგი მიმართა მოსახლეობას. ჩემო ძვირფასებო. არ ვიცი შეიძლება ბევრი რამე ვერ გავაკეთე და ვერ ვაკეთეთ მაგრამ ვცდილობთ ყველაფერს მაგრამ ეს რომ ყველაფერი გაკეთებული ვიყავით და მზადყოფნაშია მთლიანად სისტემა
თავის მაღალკვალიფიცირებული ექიმებით, აპარატურა, ინფრასტრუქტურა, ბიუჯეტი, ფული, ყველაფერი. რა გვიშლის ხელს, რომ ეს კატასტროფული მაჩვენებელი 12-13%, რომელიც არაფერს არ ნიშნავს და ეს ფულის ჩაყრილია ტყუილად, თუ მაჩვენებელმა არ მიაღწია 70%-ს. ჩვენ გვინდა გამოვლენა დაგეხმაროთ ყველანაირად, თქვენთან ერთად, რომ ის რაც გვემუქრება და მე კატასტროფის სიასი გვაყენებს ჯანმრთელობას, სოციუმს, ყველა წუხვართ ყველა, რატომ ხდება რომ ესე იგი უნდა რამდენი ხანია ვაყენებთ ამ საკითხს? სადა გვაქვს პრობლემა? თუ იმ პირველადი რგოლის ექიმებს გეხებათ, ჩემო ძვირფასებო, მე მომხრე ვიქნები რომ თქვენი ხელფასი პირდაპირ მიმული იყოს ამაჩვენებლის გაზდაზე. პირდაპირ მოვითხოვ ამას უკვე. ეხლა ასია და არაკეთებენ და არ კეთდება ყოველ შემთხვევაში. კარგია, მოვიკითხა მოგვიანებით. მოსახლეობას მოგმართავთ. ჩვენ ხო ერთნი ვართ, ექიმები და პაციენტები, ჩვენ ყავს ერთი მტერი, ეს არის დაავადება, პოტენციური დაავადება და ამის გამოვლენისათვის სახელმწიფო ყველაფერ მზაობას აცხადებს ყველა საფეხურზე და არ გვაქვს ეს მიღწეული შედეგი. თხოვნა მაქვს მოგზალებული, თამდაბალი. არ ვიცი, ამას სალკე ტელევიზიებს ალგე მიმართავ, თხოვს უყოლას, ვისაც აქვს საზოგადო მაუწყებლობა და ვინც წდება სრულად საქართველოს. იქნებ ყოველდღე შევახსენოთ ადამიანებს თავისი როლი და ადგილი დაავადებასთან ბრძოლაში. აქ არის მხოლოდ პასიური ადგილი. მივიდნენ და დახვდება სისტემა მზად, რომ შანსი არ გაუშვათ ხელიდან, გამოვავლინოთ დროზე და ის ადვილად მოხდეს მე მისი კუპირება. სახელმწიფო მზად არის და ველოდებით თქვენთან თანამშრომლობას, იმიტომ რომ თქვენი კარგად ყოფნა, თქვენი მზაობა, ახალი საქმეების საკეთება ჩვენი ქვეყნის მიზანია. ჩვენი ერთობლივი, ჩვენ სასალკე არ ვდგევართ, ვართ ერთი მთლიანი. ამიტომ ეხლა მე შენი შესახეთ ფინანსთა სამინისტროს არაფერს არ მეუბნები, ვისარგებლე შემთხვევით და გამოვიყენე ეს მონაცემები, რომ მოსახლეობისთვის მიმემართვა. გთხოვთ, ვითანამშრომლოთ, კარგი გაგებით, რომ დაავადებამ არ გვაჯობოს. ჩვენი მიზანი არის, რომ პრევენციამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი ადამიანის ჯანმრთელობის გომბარიობის უზრუნველყოფაში. დიდი მადლობა. ბატონო, სკრინთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზარდია, იცით რომ ეხლა NCDC პრაქტიკულად მოიცვა საქართველოს მთელი რეგიონები შემოიარეს და ძალიან მაღალი ჩართულობა იყო. ამავე დროს მინდა რომ ინფორმაციის სახით მოგაწოდოთ, რომ მიმდინარეობს პირველად ჯანდაცვის რგოლის აკრედიტაცია, ახლა დაწყებული და იქ პირველად ჯანდაცვის რგოლებს, სადაც არ არის სათანადო მოცულობა პირველ რიგში ვაქცინაციით და სკრინინგითაც, მათ ხდება გადავადება, რომ არ ვერ გადადიან ჯერ ახალ დაფინანსების სისტემაზე, გაზრდილ დაფინანსების სისტემაზე, სადაც არ არის მოცულობა. ამიტომ ეს საკითხი აუცილებლად გავდივართ ერთად სამინისტროსთან და ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ, რომ როგორ მუშაობს პირველად ჯანდაცვის რგოლის სკრინინგის გასაზრდელად ქვეყანაში. თუმცა ცენტრალური ხელისუფლებაც და ცენტრალური ორგანოები ძალიან აქტიურად ჩაერთვენ ყველა რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ადამიანის ჩვენი მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობაა ეს, რომ დროულად მოხდეს თითოეული ადამიანის ასაკების და მიხედვით თუ რომელ რა სკრინინგს როგორ ეხება, დროულად მოხდეს მათი გამოკვლევა და ამ პროგრამაში ჩართვა. ჩვენც ვაპირებთ, რომ კომიტეტში გავაკეთოთ სამუშაო ჯგუფი, ქალბატონ ირმა ზავრადაშვილის ინიციატივითაც, სადაც ჩართულობა იქნება სამინისტროსი, იუსტიციის სამინისტროსი, თითოეული ჩვენგანის, ზეგ გაიმართება ეგ შეხვედრა, გეტყვით ინფორმაციას და უკვე დავსახავთ გეგმას თუ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ საპარლამენტო დონეზე. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რა თქმა უნდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი. აქ ჩადებული 1 ლარი ნიშნავს 10 და ზოგი ლარს ონკოპროგრამაში. მადლობა, შეკითხვები რა გვაქვს ბატონო გიორგისთან? ორიოდე სიტყვით ვიციტყვით, მე რომ მართლაც მნიშვნელოვანი პარამეტრები იყო ბატონო გიორგი წარმოდგენილი, გვახარებს ნამდვილად ის რომ შესრულება პრაქტიკულად 9.1% გვაქვს ზრდა ბიუჯეტის. მთელ სოფლიოშიც ინფლაციური პროცესები მიდის და ჩვენთან შედარებით ნაკლებად ეს მხოლოდ 4.4% ბრძანეთ თუ არ ვცდები ხო საბოლოოდ ცოტა მეტია ვიდრე იყო დასახული, მაგრამ ეს იცით გამოწვეულია ძირითადად ნავთობის ფასის მატები და აქედან გამომდინარე ყველა ამ სიტუაციის. მაგრამ დროული რეაგირება რაც გააკეთა ეროვნულმა ბანკმა
და გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა არ შეიძლება არ უთხრათ ქალბატონ ათიას და მის გუნდს დიდი მადლობა დროული რეაგირებისათვის. აქ შეკითხვა მექნება ერთი თუ შეიძლება ბატონო გიორგი, აი რა შემთხვევაში ხდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რა შემთხვევაში ხდება დამატებითი რეზერვების შეძენა და რა შემთხვევაში ხდება საგარეო ვალის გასტუმრება და როგორი გვაქვს დღესდღეობით, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უმეტესობა აქ მეცხრე 1000 მოწვევიდან მოვდივართ და გვახსოვს თუ რამდენი იყო საქართველოს საგარეო ვალი, რამდენი გვაქვს ახლა, რა პროცენტში ადგენს ეს მთლიანი შიდა პროდუქტიდან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში და რამდენი გვაქვს დღეს მთლიანი შიდა პროდუქტის ციფრი. ამავე დროს გვახარებს ისიც, რომ იცით პრაქტიკულად 2% ნახევარ 3%-მდე ავიდა დანახარჯები საყოველთაო ჯანდაცვის და ჯანმრთელობაზე, რაზეც ჩვენ ყოველწლიურად ვსაუბრობდით ბატონ გიორგისთან ერთად და 1.5 მილიარდ ლარს აცდა პირველად ჯანდაცვის ბიუჯეტი იმ 9 მილიარდ 6 მილიარდიდან, რომელიც მართლაც ვიღაცამ ბრძანა აქ წერმა, რომ რა თქმა უნდა სოციალური ანარიცხები და საპენსიო ეს 100%-ია სულ შესრულება და აქ დანაკლისი ვერასდროს ვერ იქნება. თუმცა სხვა კომპონენტებში აქ ნამდვილად გვჭირდება მეტი გულისხმიერება და მეტი ჩართულობა. განსაკუთრებით ეს ეხება ტენდერების და მშენებლობის საკითხებს. გვახარებს ფულადი გზავნილების ზრდაც, ნამდვილად ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიუჯეტისათვის და ტურიზმიდან შემოსავალი მკვეთრად არის გაზრდილი მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, მკვეთრად გაზრდილია ყოველ შემთხვევაში. მინდა ვკითხოთ აი ეს შეკითხვა და ასევე ვკითხოთ აი ბიუჯეტის დეფიციტი რო გვაქვს 2.5 და გამოვიდა პროფიციტური 0.25-ით თქვენ ბრძანეთ. საბოლოო პროგნოზი როგორი გვექნება, ხო არ გვეტყვით ბიუჯეტის დეფიციტთან დაკავშირებით. მინდა ასევე მადლობა გითხრათ და ოღონდ ვიმედოვნებ, რომ მიუხედავად ამ რთული ვითარებისა და ბიუჯეტის შესრულება, რომ თითქმის 92% გვაქვს, იმედია, რომ შემდგომ კვარტალში ეს ყველაფერი გადაჭარბებით მოხდება, რა თქმა უნდა. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. რაც შეეხება კითხვებს, ვალის მაჩვენებელი არის 31.6%, რომელიც წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ იქნება 33.5%-ის დონეზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. დეფიციტს რაც იკითხეთ, მოლოდინი გვაქვს, რომ ახლა ჩვენ უკვე თვის ბოლოს ახალ მაკროპროგნოზებს წარმოადგენთ, რომელზეც უკვე დაფუძნებული იქნება და დაეფუძნება ამ პროგნოზებს 2027 წლის ბიუჯეტის მომზადებასაც დავიწყებთ. თვითონ ბიუჯეტი არა, მაგრამ პროგნოზები, რომელსაც გამოვიყენებთ ბიუჯეტის მომზადებისთვის, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ხარჯზე ბიუჯეტის დეფიციტი შევამციროთ დაახლოებით 2%-ის ფარგლებში, 2%-ზე ჩამოვიყვანოთ. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, რაც იკითხეთ, როდის ერთვება ეროვნული ბანკი, ეს რა თქმა უნდა ეროვნული ბანკის გადასაწყვეტია და შესაბამისი ინფორმაციები აქვს ეროვნულ ბანკს, თუმცა ზოგადად პრაქტიკა რაც არის, ერთი არის ფაქტიურად რა ხდება ინფლაციის მიმართულებით, ანუ მაღალი დაბალი, მე რა თქმა უნდა იზომება მოლოდინები, ანუ რის გამო არის ინფლაცია, ეს არის ერთჯერადი ფაქტორი თუ გაგრძელებადი და მუდმივი ფაქტორია, რომელიც მომდევნო თვეებშიც იმოქმედებს ინფლაციაზე და რა თქმა უნდა, რა მოლოდინებია როგორც საერთაშორისო ბაზარზე, ასევე ჩვენთან და ამ მოლოდინების მიხედვით უკვე ხდება მონეტარული პოლიტიკის ნაწილში გადაწყვეტილებების მიღება ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებაც, რასაც ალბათ უფრო დეტალურად ეროვნული ბანკი შეუძლია ისაუბროს. პროდუქტი 100 მილიარდს. 114 მილიარდზე მეტი იქნება. და ერთსულ მოსახლეზე რა გვაქვს ახლა? 10,000 გადავწყვით და დაახლოებით 11,000-მდე $10,000-ზე მეტია დიახ. დიდი მადლობა. შეკითხვები ბატონ გიორგისთან? შეფას 62%-ზე ჩვენი თავის დროზე საგარეო ვარდაძეზე ჩამოვიდა. კი ბატონო. კი ესე. ლანდობას ყველაფრის ამისათვის იხდის. იმიტომ გავამახვილეთ ყურადღება, რომ ვალი იკლებს მთლიანი შიდა პროდუქტი იმატებს, ერთსულ მოსახლეზე იმატებს. ძალიან კარგია და იმედია, რომ მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და დაბალ ინფლაციას. ეს არის მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას დღეს ჩვენი ხელისუფლების წინაშე. და მინდა მადლობა მოუხადო და კენჭისყაზე დავაყენო ეს საკითხი, ვინ არის რომ მივიღოთ ეს საკითხი დადებითად შევაფასოთ. დიდი მადლობა. გისმენთ
მაგალითად ხო? დიდი მადლობა ბატონო გიორგი, წარმატებებს გისურვებთ თქვენ გუნდს, თქვენ სამინისტროს და გავაგზავნოთ სამშობლობა, რომ მივახციოთ იმ პროცენტს ჯანდაცვის დანახარჯებს, როგორც გვაქვს ჯანდაცვის კომიტეტს სურვილი, რომ ავწვდეთ 5%-ს უკვე საფს აღარ ვითხოვთ. მადლობა. მეორე საკითხი გვაქვს საორგანიზაციო საკითხები, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ კომიტეტთან, ჩვენ 3 თვის წინ შევქმნით სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა საკმაოდ ფართე, მრავალი სამინისტრო, მათ შორის თქვენ მზადებით ჩართული და კიდე პარლამენტის ვიცე-სპიკერი და დაწყებული სხვა წევრები პარლამენტის. ეს არის დემოგრაფიის პოლიტიკის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომლის წინადადებით მინდა შემოვიდე, რომ გავაგზელოთ ამ სამუშაო ჯგუფის მუშაობის ვადა 3 თვით კიდევ, ამავე დროს გეტყვით, რომ გასვლით შეხვედრა გვექნება ამ თვის ბოლოს და დაიგეგმებით გასვლით შეხვედრა გვექნება აუცილებლად რეგიონში და გთხოვთ მხარი დაუჭიროთ, რომ 3 თვით გავაგზელოთ დემოგრაფიული პოლიტიკის შესწავლილ სამუშაო ჯგუფის. დიდი მადლობა. სხვა შეკითხვები თუ არ არის, კომიტეტის ხდომა დასრულებულია. წარმატებებს ვისურვებთ.